სტარტაპერები, რომლებიც მაღალ ტექნოლოგიურ პროდუქტს ქმნიან, პირველი 3 წლის განმავლობაში საშემოსავლო გადასახადს აღარ გადაიხდიან. ეს გადაწყვეტილება დღეს პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა და 10 წლიანი სამთავრობო გეგმის ფარგლებში უპრეცედენტო საგადასახადო შეღავათები დააანონსა. პირველი 3 წლის განმავლობაში ნულოვანი საშემოსავლო გადასახადი იმოქმედებს სტარტაპერებისთვის, რა თქმა უნდა, ეს ინიციატივა ხელშეუწყობს ახალი ინოვაციური სტარტაპების დაფუძნებას, ასევე საერთაშორისო სტარტაპების მოზიდვას ჩვენს ქვეყანაში, ინვესტიციების შემოდინებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ჩვენი ქვეყნის ინოვაციურ ჰაბად გარდაქმნას, რაც არის ერთ-ერთი ჩვენი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. მთავრობა სტარტაპერებს მათი უნარების გამოვლენის და გლობალურ ბაზარზე გასვლის უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, თუმცა ცვლილება მხოლოდ დამწყებ გამომგონებლებს არ ეხებათ. საგადასახადო შეღავათებით სარგებლობა იმ მცირე და საშუალო საწარმოებსაც ექნებათ, რომლებიც ინოვაციურ პროექტებზე მუშაობენ. ეს არის მართლაც უპრეცედენტო ხასიათის მხარდაჭერა. გამომდინარე იქიდან, რომ თვითონ სტარტაპის ხასიათი არის ისეთნაირი, რომ განსაკუთრებით ადრეულ ეტაპში მათი მთავარი საგადასახადო ტვირთი ეს არის საშემოსავლო გადასახადი, იმიტომ რომ სტარტაპი შეიძლება პირველი 2-3 წელი საერთოდ მხოლოდ პროდუქტს ქმნიდეს და არანაირი შემოსავალი მას არ ჰქონდეს. ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილში ეხმარება მას სახელმწიფო. ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ ინოვაციების კანონში დაგეგმილი ცვლილება ქვეყანაში ახალი ეკონომიკური დარგის ჩამოყალიბებას წაახალისებს. საქართველოს რეგიონში ტექნოლოგიურ ცენტრად აქცევს. მეგობრებო, საქართველოში ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემა კიდევ უფრო წახალისდება და კიდევ უფრო განვითარდება. ასევე ჩვენ ზოგადად ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარებაზე გვაქვს აქცენტები. ეს შეღავათები ბიძგს მისცემს ფაქტურად ეკონომიკის ახალი დარგის განვითარებას და აქაც საქართველოს შეიძლება იყოს ერთ-ერთი საინტერესო ადგილი, სადაც ძალიან ბევრმა ქვეყანამ კვლევის და განვითარების ოპერაციები აწარმოოს. მთავრობის ინიციატივაზე მუშაობას პარლამენტი უახლოეს დღეებში დაიწყებს და სტარტაპერებისათვის საგადასახადო შეღავათების განაცხადს მალე კანონად აქცევს.